განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ წინა შეხვედრაზე განვიხილავდით არიანული ცრუმოძღვრების წარმომადგენელთა სწავლებებს. შევეხეთ კონკრეტულად და ამით დავამთავრეთ წინა შეხვედრა ასტეროს სოფისტის პიროვნებას, მის შესახებ წმინდა ათანასე ალექსანდრიელის უწყებას და როგორც დამთავრებისას აღვნიშნეთ, ამჯერად უნდა განვიხილოთ ეგრეთ წოდებული შრომებიც, რომელთა შესახებ საუბარი გარკვეულწილად შესაძლებელია რამდენადაც მეტნაკლებად ინფორმაცია მოგვეპოვება. ამ ნაშრომებიდან, რაც ცნობის მიხედვით თუ ფრაგმენტების მიხედვით ჩვენთვის დღეისათვის ცნობილია, პირველ რიგში უნდა მიუთითოთ და დავასახელოთ ასტეროსის ალბათ ყველაზე უფრო თავის დროზე გახმაურებული ძეგლი, სახელწოდებით სინტაგმატიონ, ბერძნულად, ქართულად შეიძლება ასე გვეთარნა ნაკრები, როგორც გამთლიანებული რაღაც დასკვნითი სახის თხზულება საკუთარი მოძღვრების შესახებ. აი ამ დანიშნულების გახლდათ ეს ძეგლი, რომელიც მოცულობით მოკლე იყო, ამ სიმოკლესაც როგორც ჩანს თავისი ჩანაფიქრი ჰქონდა ავტორისგან, რადგანაც მოკლე და დებულებების სახით წარმოდგენილი ძეგლი მისი რწმენით უფრო ადვილად განივრცობოდა, უფრო ადვილად ჰპოვებდა გავრცელებას და ათვისებასაც გულწრფელი მრევლისგან და შესაბამისად ჩანაფიქრი ეს გახლდათ სწორედ გაიმრავლებდნენ კიდეც მათ მიმდევრებს, არიანელობის მიმდევრებს. ეს ძეგლი წმინდა ათანასე ალექსანდრიელისგანაც არის ხსენებული და დაუწყებია, რომ მასში ასტერიოსი იცავდა უმთავრეს პრინციპს თავისი ცრუმოძღვრებისას, რომ შეუძლებელია არსებობდეს ორი შეუქმნელი საწყისი. შეუქმნელი ბერძნულად გადმოიცემა ტერმინით აგენეტოს. ეს ტერმინი არიანელობასთან პაექრობის დროსაც და მოგვიანებითაც ყურადღების ცენტრშია ეკლესიის მამებისგან და ამ ტერმინს ჩვეულებრივ ეწყვილება მეორე ტერმინი ფონეტიკურად თითქმის განურჩეველი მისგან აგენეტოს ასეთი ტერმინი. განსხვავება მხოლოდ იმაში ამ ორ ტერმინს შორის, რომ პირველს ერთი ნიუ აქვს, ერთი ν აქვს, აგენეტოს, ხოლო მეორე შეიცავს ორ ნიუს, ანუ ორ ნს, აგენეტოს. აი ამ ერთი ასოთი განსხვავებულობა აღნიშნულ ორ ტერმინს შინაარსად მკვეთრად განსხვავებულს სცემს. პირველი მათგანი აგენეტოს უკავშირდება ზმნას გიგნომაი და აღნიშნავს შეუქმნელს, დაუბადებელს, გაუჩენელს, ხოლო აგენეტოს უკავშირდება სხვა ზმნას გენნაო, რაც შობას ნიშნავს, ხოლო აქედან ნაწარმოები აგენეტოს ნიშნავს უშობელს. ეკლესიის მამები ამ ორ ტერმინს მკვეთრად განასხვავებდნენ. ისინი გვასწავლიდნენ და გვასწავლიან, რომ ყოვლა წმინდა სამების სამივე ჰიპოსტასი, რა თქმა უნდა, ერთი შეუქმნელი პირველ სათავეა ყოვლიერებისა და შეუქმნელი, ანუ აგენეტოს ითქმის თავისთავად ცხადია როგორც მამაზე, ასევე ძეზე და ასევე სულიწმინდაზე და მთლიანად ყოვლადწმინდა სამებაზე, მაგრამ მეორე ტერმინი აგენეტოს ითქმის მხოლოდ მამა ღმერთის შესახებ, რადგან მხოლოდ ისაა უშობელი, ხოლო ძე მისგან შობილია. რაც შეეხება არიანელებს, მათი სრულ სიმართლე იმაში მდგომარეობდა და იმით იტყუებდა გულწრფელ მრევლს, რომ თითქოს და ეს ორი ტერმინი არაფრით არ განირჩევა, თითქოს და ერთი და იგივეა და რადგან არიოზის უწინარესი ქრონოლოგიურად უწინარესი წმინდა მამები პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ აგენეტოს მხოლოდ მამა ღმერთზე ითქმის და ძე ღმერთზე და სულიწმინდაზე შეუძლებელია იმავე ტერმინის მომარჯვება, რადგანაც ძე ღმერთი შობილია, ხოლო სულიწმინდა გამომავალი და ერთადერთი უშობელი მხოლოდ მამა ღმერთია. აიგივებდნენ რა უშობელსა და შეუქმნელს, მიიჩნევდნენ, რომ როგორც მხოლოდ მამა ღმერთია უშობელი, ანუ აგენეტოს, ასევე მხოლოდ მამა ღმერთია არიანელთა ცრუმოძღვრებით აგენეტოს, ანუ შეუქმნელი. და თუ ეს მართლაც ასე იქნებოდა მიღებული, თუ ეს ორი ტერმინი გაიგივდებოდა, მაშინ რა თქმა უნდა ლოგიკურად გამოვიდოდა, რომ მხოლოდ მამა ღმერთია შეუქმნელი, ძე ღმერთი და სულიწმინდა კი თითქოს და შექმნილნი. აი ეს მზამკრული ჩანაფიქრი გახდათ ამ ორი ტერმინის გაიგივებაში არიანელთა მხრიდან და ამიტომვე მოხდა ის, რომ ეკლესიის მამებმა ამ ორ ტერმინს შორის მყარი მიჯნა გაავლეს. ამ ორი ტერმინის აღრევა ყოვლად და მით უმეტეს გაიგივება ყოვლად დაუშვებელია, რადგანაც აგენეტოს უშობელს ნიშნავს და საკუთრივ მამა ღმერთის ჰიპოსტასისადმი ითქმის მხოლოდ, ხოლო აგენეტოს, ანუ შეუქმნელი, თანაბრად და ერთნაირად ითქმის სამივე ჰიპოსტასისადმი, რადგანაც სამივე მათგანი ერთნაირად და თანაბრად და ანუ ერთიანად ყოვლითურთ შეუქმნელია. აი ამ ძეგლში, ამ სინტაგმატიონში ასტერიოზის სწორედ ამგვარ გაიგივებას ახდენდა ხსენებული ორი ტერმინისას, ანუ იგი აგენეტოშიც შეუქმნელი შინაარსდებდა და
იმოწმებდა რა თითქოს და გარკვეულ უფრო ადრინდელ ავტორიტეტულ წყაროებს, მიიჩნევდა რომ ვითომც და ეკლესიის სწავლება იყო მხოლოდ მამაღმერთისადმი განკუთვნა შეუქმნელობის თვისებისა, ხოლო ზეღმერთისა და სულიწმიდის ამის შესაბამისად შექმნილებად აღიარებისა. ეს ძეგლი, ეს მცირე მოცულობის რაღაც ტრაქტატი ასტერიოზმა როგორც დღეისათვის გარკვეულია დაწერა ნიკეის კრების შემდეგ, მისგან, ესე იგი ამ ძეგლისგან გარდა იმ ფრაგმენტებისა, ანუ იმ ციტირებებისა, რაც წმინდა ათანასეს მიერ არის მოტანილი, მის ცნობილ სიტყვებში არიანელთა წინააღმდეგ, მის ქადაგებებში არიანელთა წინააღმდეგ, აგრეთვე ცნობილ ნაშრომში სინოდთა შესახებ, ესე გარდა ამ ფრაგმენტებისა და გარდა აგრეთვე იმ ციტირებისა, რაც მარკელოს ანკვირელს ამავე ძეგლისგან მოაქვს, თლიანი სახით ეს თხზულება დაკარგული გახლავთ. რაც შეეხება მის წყაროებს, ესე იგი ამ ძეგლის წყაროებს, მარკელოს ანკვირელისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ასტერიოსი დიდი ადგილი დაუთმო ეპისკოპალურ ენციკლიკებს, ანუ როგორც ქართულად ითარგმნებოდა ენციკლიკები, მრგვალი მოსავლერ საზოგადო ეპისტოლეებს არიანულ საკითხთან დაკავშირებით, რაც მეოთხე საუკუნის პირველ-მეოთხეში დაწერილა. კერძოდ ის ახსენებს მაგალითად ევსები ნიკომიდიელის ჩვენს მიერ ადრე განხილულ ეპისტოლეს პავლინოს ტვირელისადმი და ფაქტობრივად ეყრდნობა ამ ეპისტოლეს. ჩვენ კი ადრე ვნახეთ, რომ ხსენებული ეპისტოლე ევსები ნიკომიდიელისა არიანული ცრუმოძღვრების ყველაზე უკიდურესი და პირდაპირ შეიძლება ითქვას თავხედური, უაღრესად კადნიერი ფორმულირებაა. და აქედან გამომდინარე ასტერიოსის განწყობაც და პოზიციაც სავსებით გასაგები იქნება მსმენელისთვის. რაც შეეხება ათანასესგან მოხმობილ ციტირებებს, ჩვენ ნიმუშისათვის შეგვეძლო მაგალითად ერთი მათგანი მოგვეტანა, სადაც ასტერიოსის ცრუმოძღვრება მკაფიოდ იკვეთება. კერძოდ იგი ამბობს: მიუხედავად იმისა, რომ მამის მარადიული ძალა და სიბრძნე, რაც ჭეშმარიტება მოითხოვს ითქვას, რომ უშობელია და წარმოუქმნელი და დაუსაბამო, ალბათ ერთი და იგივე უნდა იყოს, თუმცა, ესე იგი, ერთი და იგივე უნდა იყოს მამაღმერთთან ამბობს იგი, თუმცა არის და არსებობს ღიეს სხვა ძალნიც, რომლებიც მისგან, ესე იგი მამაღმერთისგან, თანდათანობით შეიქმნა, რომელთაგან, აი ამ შექმნილ ძალთაგან, ესე იგი, პირველია და პირველშობილი და პირველქმნილია და მხოლოდ ქმნილი და მხოლოდ შობილია ქრისტე. ესე იგი, აქ რა აზრია გადმოცემული ასტერიოსისგან, როდესაც ასტერიოსი და საერთოდ არიანელები ამბობდნენ, რომ იესო ქრისტე ქმნილებაა, ზეღმერთი ქმნილებაა, რა თქმა უნდა, კონტრარგუმენტად მართლმადიდებელთაგან მოიხმობოდა პავლე მოციქულის სიტყვები, სადაც ზეღმერთი წოდებულია მამის სიბრძნედ და მამის ძალად, ძალი და სიბრძნე ღვთისა, ანუ მამაღმერთისა. და თუ შექმნილია ზეღმერთი, ესე იგი მამისეული ძალა და სიბრძნე შექმნილი ყოფილა და ვიდრე მამა შექმნიდა თავის მხოლოდ შობილ ძეს, ის ძალისა და სიბრძნის გარეშე ყოფილა. ხოლო ყოვლადი სიბრძნე და ღვთიურობა, რა თქმა უნდა, უსიბრძნო და უძალო წარმოუდგენელია რომ ყოფილიყო. იგრძნეს რა ეს ხარვეზი მათ მოძღვრებაში არიანელებმა ამგვარი გამიჯვნა გააკეთეს, რომ ღმერთში და მამაში მარადიულად ღიეს სიბრძნე და ძალა მიიჩნევენ ისინი, მაგრამ ეს ძალა და სიბრძნე თვისება მამაღმერთისა, რა თქმა უნდა შეუქმნელია, ამბობენ ისინი, მაგრამ არა ცალკე პიროვნება. თუმცა ამ ძალისა და ამ სიბრძნის გარდა მიუთითებდნენ არიანელები და მათ შორის როგორც ნახეთ ასტერიოზიც, არსებობს კიდევ სხვა სიბრძნენი და სხვა ძალნი შექმნილნი მამაღმერთისგან და აი ამ შექმნილ ძალთაგან და სიბრძნეთაგან ერთ-ერთი ამბობს იგი და პირველი მათ შორის, ამ შექმნილთა შორის არის თითქოს და სწორედ იესო ქრისტე. ასტერიოზი შემდეგ განაგრძობს, რომ შეუქმნელი სიბრძნე და ძალაც, რაც მამაშია და აგრეთვე შექმნილიც, ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, იმ უზენაეს, ესე იგი მამაღმერთს უკავშირდება, მასზეა დამოკიდებული და ამიტომ ყველა მისი ძალა მისეულად იწოდებაო. აქაც კვლავ ის მზაკვრული ჩანაფიქრია, რომ შეუქმნელი სიბრძნე და ძალა, რაც თვისებად არის არიანელთაგან მიჩნეული მამისა და არა პიროვნებად, ცხადია მამისეულია, მაგრამ ეკლესიის მამათა, არიანოზზე უწინარეს მამათა ავტორიტეტთა თვით არიანელებისთვისაც ვითომ ავტორიტეტთა მიხედვით, იესო ქრისტე და მათ შორის პავლე მოციქულის მიხედვით პირდაპირ იწოდება ღვთის სიბრძნე და ძალად. ესე იგი ღვთისაა ის, ღვთის სიბრძნეა და ძალა. ეს წინააღმდეგობაც რომ გადალახულიყო, სწორედ ეს დებულება შემოიტანეს არიანელებმა და ფორმულირება ასეთი ასტერიოზმა შემოგთავაზა, რომ მართალია პირდაპირ მნიშვნელობით მამაღმერთის თვისება ძალისა და სიბრძნისა უნდა
რომელიც შეუქმნელია, უნდა ვაღიაროთ მისეულად, მაგრამ რადგან მისგან შექმნილიც სწორედ მისგან მომდინარეობენ, თუნდაც წარმოქმნელობით ნიშნით, ესენიც მისეულნი არიან. ესე იგი, აქ თითქოს არაფერი წინააღმდეგობა არა პავლე მოციქულის სიტყვებთან მათი, ესე იგი, ცრუ სწავლებისა. მაგალითადო ამბობს ასტერიოზი, წინასწარმეტყველი, კერძოდ ნეტარი დავითი, მის რამდენიმე ფსალმუნში მოგვიწოდებსო, რომ არა მხოლოდ ანგელოზები, არამედ ძალნიც უნდა აქებდნენ ღმერთსო. და დავითიო, ამბობს ასტერიოს სოფისტი, ყველა ამ ძალს უხმობს იქეთკენ, რომ ჰიმნი, ანუ სადიდებელი აღუვლინონ ღმერთს და ძალა, რომელიც ღმერთს სადიდებელს აღუვლეს, ასტერიოზის დასკვნით, არ შეიძლება თავადვე იყოს ბუნებითი ღმერთი. ანუ იგი შექმნილი ძალაა, ძალნი მრავალნი არიან, თვითონ ანგელოზებსაც ძალნი ეწოდებათო და ცნობილია, რომ ერთ-ერთი დასი ანგელოზებისა საკუთრივ ძალთა დასად არის წოდებული ზემოდან მეხუთე 9-დან და აი ამგვარ დაშვებას აკეთებს ასტერიოზი, რომ აი ამგვარი შექმნილი ძალი, თუმცა შექმნილთა შორის პირველი უნდა იყოს ძე-ღმერთი. ის პირდაპირ მიუთითებს, აი ამგვარ ძალთა შორის ერთ-ერთი არის ძე. ის არის პირველი იმ არსთა შორის, რომლებიც მამისგან წარმოიქმნა და პირველი იმ გონიერ ქმნილებათა და გონიერ ბუნებათა შორის მამამ რომ შექმნა. და ისევე როგორც ხილულ საგნებში მზე ერთ-ერთი ამ საგანთაგანია, თუნდაც ყველაზე აღმატებული და თუნდაც მისი მანათობლობა ყველა მათგანს წვდებოდეს, მაინც მათეულია ისიც, ასევე ძეც არის რა ყველაზე აღმატებული გონიერ ქმნილებათა შორის ამ გონიერ ქმნილებათაგანია ერთ-ერთი და ისიც მამისეულ ძალას ექვემდებარება. წმინდა ათანასესგან სიტყვები ციტირებულია ჩვენს მიერ ზემოხსენებულ შრომაში სინოდთა შესახებ მე-19 თავში და აქვე მიუხედავად იმისა, რომ ათანასე ამ სიტყვებს და ამ სიტყვების ავტორს ასტერიოზს აკავშირებს ევსები ნიკომიდიელის მოძღვრებასთან, საყურადღებოა, რომ მარკელოზის შენიშვნით მაინც ასტერიოზმა თავის ამ შეჯამებაში არიანული მოძღვრებისა რამდენადმე შეარბილა ასტერიოზის უმკვეთრესი, როგორც უკვე ვამბობდით ზემოთ და უთავხედესი და უკადნიერესი ფორმულირებანი, უკიდურესად გმობელური ძეღმერთისადმი ფორმულირებანი, რაც მან გადმოსცა პავლინუსისადმი მიმართულ ეპისტოლეში, ევსებიმ რაც გადმოსცა. ამგვარი შენიშვნა და ამგვარი დაკვირვება მარკელოზისა თანხმობაშია ეპიფანე კვიპრელის ამ უდიდესი ანტიერეტიკოსის უწყებასთან, რომლის მიხედვითაც ასტერიოზი იყო წინამძღვარი იმ არიანელებისა, რომლებიც შედარებით უფრო ზომიერ პოზიციას იკავებდნენ. ალბათ ამის საფუძველზეც, რომ ესე იგი ასტერიოზი შედარებით უფრო ზომიერი პოზიცია ეკავა, თქვათ, ევსები ნიკომიდიელთან შედარებით, აი ამის საფუძველზე აიხსნება არიანელი ისტორიკოსის, საეკლესიო ისტორიკოსის, ფილოსტორგოსის ბრალდებანი ასტერიოზისადმი, რომ თითქოს და მან გააყალბა ევსები ნიკომიდიელის მისი შეფასებით, ესე იგი ფილოსტორგოსის შეფასებით, მართებული სწავლებანი. და უფრო მკრეხელურ ნაბიჯსაც დგამს ხსენებული საეკლესიო ისტორიკოსი ფილოსტორგოსი, ის მიუთითებს, რომ ასტერიოსმა გააყალბა თვით ლუკიანი ანტიოქიელის სწავლებანიო. მათთვის არიანელთათვის ლუკიანი ანტიოქიელი თითქოს და არიანელია. ჩვენ ამ საკითხზე ძალიან ცუდად ვისაუბრეთ წმინდა ლუკიანესთან დაკავშირებით, ამას აღარ დაუბრუნდებით. მათ სჭირდებოდათ ავტორიტეტად ლუკიანე და ფილოსტორგოსის ბრალდება ასტერიოსისადმი იმაში მდგომარეობს თითქოს, რომ ლუკიანეს მართებული სწავლებანი ამ უკანასკნელს გაუგუღმართებია. გარდა ამ ძეგლისა, რაც უკვე ვახსენეთ, ასტერიოზს დაუწერია მარკელოზ ანკვირელის განკიქება, მარკელოზ ანკვირელის მოძღვრების დაგმობა, ანუ როგორც ძეგლს ეწოდება, მარკელოსის უარყოფა. ეს ძეგლი ნახსენებია სოკრატეს სქოლასტიკოსის მიერ თავის საეკლესიო ისტორიაში. ამ ისტორიკოსის უწყებით მარკელოზ ანკვირელი განკიქებული იქნა ასტერიოზისგან და ეს განკიქება სამართლიანობას ბოლომდე მოკლებული არ იყო, რადგანაც თუმცა თავის მხრივ მარკელოზი ასტერიოზს არიანელობაში სამართლიანად ადანაშაულებდა, მაგრამ მისი მიდგომა იყო რა მართლმადიდებლური ანტიერეტიკული პრინციპების დარღვევა, რადგანაც უკიდურესობით განიხილავდა იგი ასტერიოზის ძეგლებს და ნაწარმოებებს, თვითონვე აღმოჩნდა მარკელოზი მეორე უკიდურესობაში. ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია ამ თემაზე, როდესაც ერესის მხილება ხდება, თუ მართლმადიდებლური ზომიერება და აბსოლუტურად შეგნებული და მისხალ აწონდაწონილი ნაბიჯები არ იქნება გამოჩენილი მამხილებლისგან, თვითონ ის შეიძლება აღმოჩნდეს არანაკლებ ერესში, რადგანაც ერესის წინააღმდეგ არსებობს ორი ფორმით ბრძოლა, ერთი მართლმადიდებლური და მეორე ერეტიკული.
მრავალი ერეტიკოსი სხვა ერესის მამხილებელი იყო და თავის მხრივ ისიც ანტიერეტიკოსი იყო, მაგრამ მართლმადიდებლური მხილებისგან ერეტიკული მხილება სწორედ იმით განსხვავდებოდა, რომ მართლმადიდებელი ამხილებდა რა რომელიმე ერეტიკოსს მყარ მართლმადიდებლურ და ზომიერ სწავლებას ინარჩუნებდა, ხოლო ერეტიკული მხილება აუცილებლად თანაშეერთვოდა რაღაც უკიდურეს გაშმაგებას, აბსოლუტურ უარყოფას სამხილებლისას, რაც ხშირად იწვევდა თვით ამ მამხილებელი ერეტიკოსის, მამხილებელი პირის, ფანატიკურად მამხილებელი პირის მეორე უკიდურესობაში ჩავარდნას და თვით მის ერეტიკოსობასაც. ამიტომ აი ეს მხარე მარკელოზის გაუგუღმართებისა მისი მეორე უკიდურესობაში გადავარდნა არიანელობის ხილების ჟამს, მარჯვედ იქნა გამოყენებული ასტერიოზისგან, ამიტომ ასტერიოზი რაშიც ამხილებს მარკელოს, ამაში ის მართალია, თუმცა ეს პიროვნება დუმს იმ სიმართლეზე, რა სიმართლეს თავის მხრივ მარკელოს ჰქონდა, როდესაც იგი არიანელობას ამხილებდა. კერძოდ სოკრატეს უწყებით, როდესაც მარკელოზი უპირისპირდებოდა არიანელებს და კერძოდ ასტერიოზს, იმდენად ფანატიკურად და მოუზომავად და ლაღად ეხებოდა იმ ურთულეს საღვთისმეტყველო საკითხებს, რაც ამ პაექრობის დროს დგებოდა, რომ თვითონ დიამეტრულად საპირისპირო უკიდურესობაში აღმოჩნდა, ზუსტად ამ ტერმინებს იყენებს სოკრატე, დიამეტრულად საპირისპირო უკიდურესობაში აღმოჩნდა, იმ ზომამდე, რომ გაკადნიერდა ეთქვა, მსგავსად პავლეს სამოსატელისა, რომელზეც ჩვენ არაერთგზის ვისაუბრია, თითქოს და მაცხოვარი იესო ქრისტე იყო უბრალო ადამიანი. ასევე ნეტარი იერონიმეც მეოთხე საუკუნის მიწურულს ახსენებს ასტერიოზს და ახსენებს იმ ფაქტს, რომ ასტერიოზმა პასუხი გასცა მარკელოს და დაადანაშაულა იგი საბელიანიზმში. ანუ მეორე ჰიპოსტასი იმდენად მამაღმერთთან განუყოფლად აღიქვა მარკელოსმა, რომ ეს განუყოფლობა ბუნებითი იგივეობით კი არ შემოფარგლა მხოლოდ, არამედ პიროვნული იგივეობაც დაუშვა, რაც უკვე საბელიანიზმია და მეტიც რაც იუდაიზმია, იმიტომ რომ თუ ზეღმერთი პიროვნულადაც იგივეობრივია მამასთან და იგივე აზრი გავრცელდება სულიწმინდაზეც, რომ სულიწმინდაც არა მხოლოდ ბუნებითად, არამედ პიროვნულადაც იგივეობრივია მამასთან, მაშინ ყოვლადწმინდა სამება ერთი პიროვნება ყოფილა. ესაა სწორედ საბელიანიზმი და ეს გახლავთ იუდაიზმი, ერთარსება, ერთპიროვანი ღვთის აღსარებლობა. ასტერიოზი გახლავთ კომენტატორიც, ეგზეგეტი, მას დაუწერია განმარტებანი და ჰომილიები ფსალმუნთა შესახებ, როგორც ეს ნეტარი იერონიმესგან ვიცით ჩვენ, რომელიც, ესე იგი ნეტარი იერონიმე კერძოდ გვაუწყებს. ასტერიოზმა კონსტანტიუსის იმპერატორობის დროს დაწერა განმარტებანი რომაელთა მიმართ ეპისტოლეზე, სახარებებზე და ფსალმუნებზე და აგრეთვე ბევრ სხვა ძეგლზე წმინდა წერილისა და საყურადღებოა, რომ აი ეს განმარტებანი საკმაო ღირსების შემცველი ყოფილა. ჩვენ ასტერიოზის ნაწერები, როგორც ჩანს, ერთი ხელის მოსმით არ უნდა უარყოთ, ეს უკვე მეორე უკიდურესობა იქნებოდა მარკელოს ანკვირელის მსგავსად და ის შეფასება, რაც ეკლესიაში ამ კომენტარებს დაუმსახურებია, გარკვეული ღირსებების მიხედვით, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც საგულისხმო უნდა იყოს. კერძოდ ნეტარი იერონიმე მიუთითებს, რომ ეს განმარტებანი შესრულებულია ბეჯითად და როგორც ჩანს, სწორედ ამ განმარტებებმა მოუპოვა ყველაზე მეტი სახელი ასტერიოს და თვითონ იერონიმეც მიუთითებს, რომ ასტერიოზის ამ სახელოვნებამ განაპირობა ისიც, რომ მან, ესე იგი იერონიმემ ყურადღება დაუთმო ამ ავტორს თავის ცნობილ ნაშრომში ჩვენს მიერ არაერთგზის ხსენებულში სახელწოდებით ბრწყინვალე კაცთა შესახებ. მთელი ეს განმარტებანი პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეზე, სახარებებზე და ფსალმუნებზე კარგახანს დაკარგულად მიიჩნეოდა, მთლიანად დაკარგულად, სანამდე არ მოხდა აღმოჩენა ფსალმუნთა შესახებ მისი დაწერილი განმარტებების ერთი ნაწილისა. ეს აღმოჩენა დამაკმაყოფილებელი მეცნიერული პუბლიკაციის სახით დღეისათვის ხელმისაწვდომია და შეიცავს 31 ჰომილიას, რომელთაგანაც 29 ეძღვნება სწორედ ფსალმუნებს. თუმცა მკვლევართა ნაწილი ამ განმარტებების ასტერიოზისეულობას ეჭვის ქვეშ აყენებს და თვლის, რომ ეს ალბათ ყალბისმხნელობის ნიმუშია. ცნობილია აგრეთვე 27 ფრაგმენტი, კიდევ სხვა ფრაგმენტი ფსალმუნთა შესახებ მისი განმარტებებისა, რომელთაგან ზოგი საკმაოდ მოზრდილია და ფაქტობრივად დამოუკიდებელ საღვთისმეტყველო მსჯელობად გვევლინება. ცნობილია აგრეთვე ასტერიოზის 9 ხოტბითი, ანუ შესხმითი ხასიათის, ესე იგი პანეგირიკული ხასიათის ჰომილია ბრწყინვალე შვიდეულის კვირიაკესთან და სხვა დღეებთან დაკავშირებით და როგორც ამ ჰომილიათა შემსწავლელი მკვლევარები აღნიშნავენ, ხსენებული ძეგლების ანალიზი ასტერიოს ახალი კუთხით წარმოაჩენს ჩვენს წინაშე, როგორც დახელოვნებულ
კანონმცოდნეს, იურისტს, ადვოკატს, რომელსაც პოლემიკაშიც ეს იურიდიული ნიჭი, ეს ადვოკატური ნიჭი გამოყენებული აქვს. ეს ჰომილიები ამავე დროს უფრო მეტ მასალას გვაწვდის მისი მოძღვრების შესახებ ლოგოსთან, ანუ ღვთის სიტყვასთან დაკავშირებით და აგრეთვე სხვა დოგმატურ საკითხებზეც. ამიტომ სტილის მიხედვითაც, არგუმენტირებაში დახელოვნების მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ როგორი ავტორიტეტულობა ექნებოდა ასტერიოს მის მიმდევრებში, არიანელებში, როგორ ასე გაუფრთხილდებოდნენ მას არიანელები იმ მიზანდასახულობით, რომ ასტერიოზის შრომები ბევრ მხარდამჭერს მოუპოვებდა მათ სრულმოძღვრებას. სამწუხაროდ ჩვენ სრული მასალა ამ ეპოქის შესახებ არ მოგვეპოვება, რა თქმა უნდა, რომ მთლიანობაში შევძლოთ ეპოქის გაცოცხლება. ასტერიოზის ცხოვრებაც თავისთავად ცხადია, ფაქტობრივად უცნობია ჩვენთვის. მიიჩნევა საზოგადოდ, რომ იგი დაახლოებით 351 წელს უნდა გარდაცვლილიყო, რადგანაც ამ წელს გამართული ანტიოქიის სინოდი ის ბოლო მოვლენაა, სადაც ასტერიოზის სახელი გაჟღერდება და შემდგომ ამ პიროვნების ხსენება ჩვენ არსად აღარ გვხვდება, როგორც ჩანს დაახლოებით ამ წელს გარდაცვლილა ეს პიროვნება. თვით კრებაზე კი ასტერიოზი, როგორც ავტორიტეტული პიროვნება, თან ახლდა კესარიის ეპისკოპოს დიანიუსს, კაბადოკიის კესარიის ეპისკოპოსს და ეს თანხლებობაც, რა თქმა უნდა, მის დაფასებულობას არიანელთა მხრიდან სავსებით ცხადად გვიჩვენებს. კვლევართა მიერ გარკვეულია ისიც, რომ იერონიმესგან ხსენებული პიროვნება მის 112 ეპისტოლეში ასტერიოს კვითოპოლელი სხვა არავინ არ უნდა იყოს თუ არა იგივე ჩვენს მიერ განხილული ასტერიოს სოფისტი. ამას მრავალი ფაქტი ადასტურებს და განსაკუთრებით ის მითითება იერონიმესი, რომ ხსენებულ ასტერიოს დაუწერია ვრცელი განმარტება ფსალმუნთა შესახებ და ჩვენ კი ვიცით, რომ ეს განმარტება სწორედ ასტერიოს ჰქონდა დაწენილი. რაც შეეხება წოდებას კვითოპოლელი, კვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს უბრალოდ ლაფსუსი არის, ან გადამწერისეული, ან შესაძლოა შემთხვევითი ლაფსუსი თვით ავტორისა და სინამდვილეში აქ იგივე ასტერიოს სოფისტი თავდაპირველ ტექსტში ასეთი დასახელება ამ პიროვნებისა უნდა ყოფილიყო სახეზე. რაც შეეხება მარკელოს ანკვირელს, რომელიც ჩვენ არაერთგზის ვახსენეთ და შეიძლებოდა რამდენიმე სიტყვით ამ პიროვნებაზეც გვესაუბრა, ალბათ მაინც საჭიროებს მცირედით განხილვას, თუმცა ამას ჩვენ ამ საუბარში ვერ მოვასწრებთ, მაგრამ მარკელოზის პიროვნებისა და მისგან დატოვებული ლიტერატურული მემკვიდრეობის შეფასებით ასტერიოზის შესახებაც, საერთოდ იმ ეპოქის შესახებაც და იმ სირთულეების შესახებაც, იმ რთული ეპოქის შესახებაც კიდევ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება. დროებით აქ შევჩერდებით, გმადლობთ ყურადღებისათვის.